საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე 2026 წელი რყევებით დაიწყო. ირანსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებმა შავი ოქროს ფასი გაზარდა და ამ დროისთვის ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი $63 ივაჭრება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნავთობზე ფასების ზრდას ბაზარზე მისი მიწოდების შეფერხების რისკები აჩენს, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ირანში მიმდინარე პროტესტთან. ქვეყანაში, რომელიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, ანტისამთავრობო გამოსვლების შესაბამისად მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში გრძელდება. რაც შეეხება ოქროს საერთაშორისო ბირჟებს, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე ფასები ამ ინდუსტრიაშიც მერყეობს. ერთი უნცია ოქრო თითქმის $4,580 აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წლის 31 დეკემბერს ძვირფასი მეტალი $4,529 ივაჭრებოდა, შესაბამისად 12 დღეში ფასი $48 არის მომატებული. საქართველოს ტურიზმის სექტორზე ირანში მიმდინარე მოვლენების გავლენა მინიმალური იქნება, ასეთია კალთენთა კარტის მოლოდინი. საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 2,7% იყო და ამ დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ წელს ტურიზმიდან ქვეყანა $4,900 მილიონ მიიღებს. 2025 წელს კი მაჩვენებელმა $4,600 მილიონ მიაღწია. კალთენთა კარტი წელს 3%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, ეს ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელია. 2025 წელი ფასების ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამოწვევა იყო, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, თუმცა საქსტატის მონაცემებით დეკემბერში მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა. ინფლაციის წლიური შენელება ძირითადად შერეული საქონლის ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელებამ და იმპორტირებული საქონლის ფასების კლებამ განაპირობა. ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქციას შორის კვლავ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ლიდერობდა. მეორე პოზიციაზე ჯანდაცვის სექტორი იყო, მესამე კი ჰორეკა სექტორის მომსახურება და სერვისი. საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა დეკემბრის ბოლოსთვის $8,200 მილიონ მიაღწია. დაგენერირებულმა ამონაგებმა კი $2,200 მილიონ გადააჭარბა. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,700,000 ადამიანია. ფონდის ინფორმაციით დაგროვებითი პენსიით უკვე 26,820-მა პირმა ისარგებლა. მათზე პენსიის სახით $124 მილიონი გაცემული. შუა დერეფანი ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ეს იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი დღეს გაიხსნება და 15 იანვრამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნეს ლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გასულ წელს ქართული ღვინო 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენა ფესტივალსა და 300-ზე მეტ დეგუსტაცია სემინარზე იყო წარდგენილი. უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა ღვინის 18 ტური ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის კი საქართველოში გაიმართა 22 ღონისძიება გამოფენა, ფესტივალები, ფორუმები და კონკურსები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2025 წელს მარკეტინგული ხარჯებისთვის 9 ღვინის კომპანიამ ჯამურად $693,000 თანადაფინანსება მიიღო. ლონდონი, ბალი და დუბაი ეს იმ ტურისტული მიმართულებების ტოპ 3-ია, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილესმა სამოგზაურო ონლაინ პლატფორმა TripAdvisor-მა 2025 წლის მთავარ სამოგზაურო მიმართულებებად აღიარა. ცნობილმა ვებგვერდმა მოგზაურების არჩევანზე დაკვირვებით საუკეთესოთა შორის საუკეთესო მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც სწორედ ის ადგილები მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს საზოგადოებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა. საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ლიდერების სიაში მეოთხე პოზიციაზე სიცილია მოხვდა. TripAdvisor-ის განმარტებით სიცილიამ უკან მოიტოვა იტალიის ისეთი პოპულარული ქალაქები, როგორებიცაა რომი და ვენეცია. მიზეზი სიცილიის ეგზოტიკურობაა, ის ვულკანებით, პლიაჟებითა და მრავალფეროვანი რეგიონული სამზარეულოთი გამოირჩევა. რაც შეეხება მეხუთე მიმართულებას, ეს მარადიული რომანტიკის დედაქალაქი პარიზია.